ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა დაგვიდგება უახლოეს პერიოდში. კი ბატონო, იმიტომ მომავალი ეგ არის. როგორც კი შეიცვლება და ამაში ეჭვარებს არ გვეპარება ვითარება, აქ სხვა რეალობა იქნება, აი ეს ახალგაზრდობა აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ერთადერთი მომენტი, ერთადერთი შანსი საქართველოს გადარჩენის აი ახლა ამ მდგომარეობიდან ეს არის კიდე ერთი შეცდომა არ დაუშვათ, კიდე ერთი საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც გამოიწვევს ამ ქვეყნის საბოლოო დაშლას და არავის ეგონოს, რომ საქართველოს ისე ვიმეორებ. დასავლეთის საქართველოს გულისთვის თიც არ გაანძრევს. ეს საკითხი მათთვის გადაწყვეტილია, ეხლა სიტუაცია მიდის თვითდინებით, სადაც გაჩერდება, იქ გაჩერდება დასავლეთისთვის და მეც ისინი, ასე ვთქვათ, მეც საწვავს ამ ლიბერალურ ძალებს აღარ ჩაუსხავენ. ეს არის ბოლო მათი გაფართხალება დავარქვათ თუ ბრძოლა დავარქვათ, რომელიც დასრულდება ძალიან მალე და დასრულდება ისე, როგორც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართლს უნდა და როგორც საქართველოს მომავალ შირდება. ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, როცა რუსეთთან ვიყავითო, მოდით რა ციფრებით ავიღოთ 800 პირველი წლიდან საქართველოს მდგომარეობა 1921 წლამდე სკოლები, განათლება, კულტურა, ოპერა, რამდენ ქვეყანაში იყო ბატონებო 1834 წელს იყო პირველი საოპერო დასი და 54 წელს გაიხსნა ოპერის თეატრი საქართველოში. სოფლიოზე რამდენ ქვეყანას ქონდა ოპერის თეატრი და საოპერო დასი. აი ეს კითხვა დავსვათ, მეც ნუღა შევეხებით. ქუჩები, ქალაქების, ტრანსპორტი, რკინიგზა, რამდენ ქალაქში იყო საბჭოთა კავშირის 4 ქალაქში იყო მეტრო. ჩვენ მილიონიანი ქალაქი არ ვიყავით. კანონმდებლობით არ ქონდა ამის უფლება. პირადი კონტაქტებით, ჟავანაძე ურთიერთობით, ანუ მეოთხე ქალაქი ვიყავით საბჭოთა კავშირში, სადაც მეტრო იყო. სტადიონი 100.000-იანი იყო, ლუჟნიკები 80.000-იანი, 100.000-იანი საშენება უნდათ, მაგრამ ნუ ისე მოხდა, რომ ხა რუსი მოსკოვზე დიდი არ უნდა იყოსო. აი ეს ფაქტები იმას კი არ ვამბობ, რომ მე მივტირი, დიახ, მივტირი იმას, რომ საქართველოს ქვეყანა იყო სრული ციკლი ქონდა ეკონომიკის. მანქანათმშენებლობა, მრეწველობა, სუბუქი მრეწველობა, კვების მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, განათლების 2 სამინისტრო, უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტრო. ესე იგი თეატრი, კინო, დღესაც აი ფილმებზე როა ლაპარაკი, ხო? რუსეთში და ბელორუსიაში ქართული კინოები, აგერ ჯარისკაცის მამა შევარქვით ჩვენ ბატონ პაატას. იმიტომ რომ ჯარისკაცის მამა ეს არის სიმბოლო ქართველი კაცის. აი წვერებიანი კაცის, რომელმაც ხელი შემოარტყა რუს ჯარისკაცს და ამაზე იცით რომ განხილვა იყო, რომ ამ მოეყო დაესრა თუ არ და მე ერთმა გენერალმა თქვა, რომ როგორც მამამო ისე შემოულა წუნაო და მიღებული იყო ეს. ანუ რა გვინდა ხალხო ვერ მივხვდით რომ დაგვაქციეს, გაგვაუბედურეს. ისინიც ვინც ფული იშოვა, ისინიც უბედურები არიან. თქვენ არ იბიგოთ დღეს საქართველოში ბედნიერი კაცი იყოს. ყველას ეშინია, ფულიანს ეშინია, ვიღაცა მარწა ართვას, უფლოს ეშინია, შეერი არ მოგდეს, თანამდებობაზე რო იმას ეშინია, არ დაასანქციონონ და არ გამოაგდონ და რაღაც უბედურებაში არ აღმოჩნდეს. რუსეთისკენ გახედვა უნდათ, მაგრამ ეშინია და ცით რა 35 წელი შიში იცხოვროს ქვეყანა და ხვალინდელი დღის მომავალი არ კონდეს. ყველაზე დიდი საშინელება როცა ქვეყანას მომავალი არ აქვს და როდესაც პერსპექტივას ვერ ხედავს ახალგაზრდა. როცა პერსპექტივას ვერ ხედავს, არ იცის ინსტიტუტს რო დაამთავრებს, ჯერ რა ინსტიტუტს ამთავრებს ღმერთმა იცის. და მე იმ დიპლომითაც რომ ვერსად ვერ მუშაობს, აი ეს არის უბედურება. ამიტომ კიდე ერთხელ მოგიწოდებთ აი ამ ხელმოწერებზე, მე ღმადავა დარწმუნებული ახლა უკვე როგორც ამბობენ, ბურთი ჩვენ მხარეს არის, აი ამ თავისუფალი ტრიბუნის საორგანიზაციო კომიტეტის მხარესაა, რომ ჩვენ უნდა დავქოქოთ ახლა ეს თემა და მერწმუნდეთ უახლოეს დღეებში ეს თემა იქნება დაძრული ისე, რომ ყველა კმაყოფილები დავრჩებით და არ შეგვეშინდეს იმისი, რომ შეიძლება ვიღაცამ დაგცინოს, ვიღაცამ გაგვაკრიტიკოს. კი ბატონო, მიჩვეულები ვართ ჩვენ, მაგრამ ის ახალი, ასე ვთქვათ, ძალები, რომელიც შემოემატება აი ამ ხელმოწერებს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ აბსოლუტურად გააზრებული აქვთ აი ამ ქმედების აუცილებლობა და კიდევ ერთხელ ეს არ არის ერთი პარტიის, ეს არის ზეპარტიული მოძრაობა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაერთიანდეს, შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ გრევა. უნდა გავჩერდეთ და დავიწყოთ შენება. სხვა გზა ჩვენ არ აქვს. ამისთვის საჭირო არის ქვეყანა განთავისუფლდეს კოლონიალური დამოკიდებულებისგან და მერე უკვე, როცა შენ თავისუფალი ხარ, მერე შენ წყვეთ, შენ ოჯახს. რა ჭირდება?
მე რომ ფულს მაძლევდეს ვიღაცა და მეუბნეოდეს რომ შენ საჭმელი რო არ არის სახში ხოლმე წახვიდე და იყიდო $2000 პიჯაკიო ან ფეხსაცმელი $1000 არ უთხრა ეცი რა რემონტი მაგ არა რემონტისთვის ფულს არ მოგცემ არც საჭმელისთვის აი ეს უნდა იყიდო დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ერთხელ 30-იანი წლების დასაწყისში სტალინის იყო ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა დასავლელ ჟურნალისტს და სტალინმა უთხრა რომ მე დასავლეთმა შემომთავაზაო ძალიან დიდი კრედიტებიო ეს არის სანამ პირველი 5 წლები დაიწყება ინდუსტრიალიზაცია როდესაც ამერიკელები 25000-ზე მეტი ამერიკელი ინჟინერი იყო ჩამოსული რუსეთში სამუშაოდ ეს სხვა თემა არის და სტალინმა გასა პასუხი რომ მე შევთავაზეო დასავლეთს ესეთი წინადადებაა რომ მათ მომცენო კრედიტიო და მე გავისტუმრებო იმ პროცენტითო იმ ვადებშიო მაგრამ მათგან მივიღე სხვა რამეო მე შენ კრედიტს მოგცემო ამავდროულად მოვაყოლებო ჩემ ტექნიკასო ჩემ მანქანადადგარებსო ჩემ პროდუქციას ანუ ზუსტად იგივეს თავაზობდნენ სტალინს იმ პერიოდში რა შეთავაზებების მე ქონდა საქართველოს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ თუ ამ გენესის მიყვებით ჩვენ დავინახავთ ახლა ვისაც ახსოვს 90-იანები აი მაგალითად მოსკოვში მინსკში ალმა-ატაში ერევანში ბაქოში თბილისში ერთი და იგივე ნივთი ერთი და იგივე ზუსტად ანალოგიურად აღარ ღირდა არაფრის ჩამოტანა ამ ქვეყნებიდან იმიტომ რომ თბილისის ბაზრობაზე გინდა ელიავა იყიდა გინდა ლილოს ბაზრობაზე ერთ და იგივე ნივთი იყიდებოდა ერთ და იგივე ფასად ერთი თეთრი არ იყო ბატონებო განსხვავება ერთ და იგივე ფასი იყო რომ მთლიანად ეს ბაზარი პოსტსაბჭოური ბაზარი ჯერ თურქეთს გადასცეს თავისი წიაღის ნედლეული და ასე შემდეგ და ხეთყიდან დაიცალა საქართველო ანალოგიურად გასაღების ბაზრები გადაეცა იმ ქვეყნებს სადაც პრიორიტეტი იყო ბულგარეთს აუგზავნეს პომიდორის წარმოება თუ წარმოგიდგენიათ მთელი ჩემი ბავშვობა ბულგარულ პიკულზე ვარ გაზრდილები და პომიდორის იმაზე რა ქვია კონსერვებზე ნუ შენ თუ ევროპაში შედიხარ ევროპა თავის პირობებს გიყენებს შევიდა ბალტიის 3 ქვეყანა რა მიიღეს განახევრებული მოსახლეობა დღესაც რუსეთის ენერგეტიკაზე არიან და რუსეთზე არის გარკვეულად თუ რაღაცა მუშაობს იქ ამიტომ იცით რა არის ეხლა ერთ სიმართლეს გეტყვი და ჩემ თავსაც გამოუწყები და თქვა მე უკვე დავიღალე იცით რა აი მე საუბრით და უკვე თავს შეურაცხყოფილად გზნობ რამდენი ხანი შეიძლება როდემდე შეიძლება ერთ და იგივე ჭეშმარიტების საუბარი რომ ადამიანს უმტკიცო ეს არის საწერ კალამი და ეს არ არის დაუშვათ ჩაკუჩი დავიღალ მართლა დავიღალ ბატონო